მართლა მაგარიც არის ამ. უნდა დაახვიო და ხახვი არაჟანი და კეჩუპი და კიტრის დავახოლოთ. და ლიმონადით დავახოლოთ. მაგარი გემოები გაიხსნა. ხათ მოდი. აბა მოდი პატო, უნდა გაგაპატო. მოგესალმები ძირფასო გამომწერებო, როგორ გიკითხოთ იმედია კარგად ხართ. მე ძალიან კარგად ვარ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გამოგვიცერეთ და გვერდში გვიდგახართ და ვისაც არხი არა გაქვთ გამოწერილი, გამოიცერეთ ბიჭო. გამოიცერეთ ძმა. წინ ძალიან მაგარი სიახლეები გელოდებათ. მოკლედ დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო ჩიპსების unboxing-ით. ჩემთვის უცნობი ჩიპსები უნდა დავაგემოვნოთ თქვენთან ერთად და ვნახოთ რომელ ჩიპს უფრო კარგი გემო აქვს, ხრაშახრუში აქვს და ასე შემდეგ. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს მე თვითონ ზრუნა პრინციპში. ვისაც ჩიპსები და ხრაშახრუში გიხართ, შეგიძლიათ ვუხუროთ ბოლომდე. ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ. მადლობა ძმა. აქვე მინდა გითხრათ ძვირფასო გამომწერებო და არა მარტო გამომწერებო, ვინც ნახულობთ ამ ვიდეოებს, თუ სურვილი გაქვთ რომ ჩვენი სპონსორები იყოთ, შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ მითითებულ მეილზე ან Facebook page-ზე. ჩემი გადაცემის სპონსორი იყო ლობიანი, მაგარი ლობიანი, მაგრამ სამწუხაროდ ამათა ფული არ გადაიხადა. ამიტომ ჩემი გადაცემის სპონსორი აღარ არის ლობიანი. და ეხლა არის დარხუნის ლიმონადი. დალიე და მწვარეზე იარე ძმა. აბას კიდე აეც უხდება. მოდი ახლა დავიწყოთ და გავხსნათ პირველი ჩიპსი. პირველი ჩიპსი არის აი ესა. პომიდორი ახათია, პომიდორი უკვე საინტერესო. და ახლა დავაგემოვნოთ ჩიპსიმი. ნახოთ როგორი გემოსია. პომიდორის გემო კი აქვს. საკაიფო ხრაშუნაც არის. ვა, ხედავ შენა. აზერბაიჯანის გამოშვება ყოფილა ესა. გემრიელია, მაგრამ ფეზე მაგარი ნაცხენი ვარ მე. აი ეს პომიდორი საიდან მიგაქვთ ბიჭო? ჩემგან რატო არ მიგაქვთ? ბახში მე მაგარი პომიდორი მაქვს. შეგიძლიათ მოხვიდეთ, წაიღო აფთამ. კაფიქებში გაგათან. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსი. შემდეგი ჩიპსი არის ჩიპსტერსი. მწვადის ჩიპსტერია. ისე რა საინტერესოა, მწვადი რატო არ მოყვა? მე რომ დავინახე ეხათა მწვადი, იმიტომ ვიხიდეს, მეთქი მწვადი მოხვება, მაგრამ მწვადი არ მოხვება. აი ესე კეჩუპში რა ჩააცოვო, აი. კეჩუპში ჩააცი და შეჭამე. კაცია წამოწობილი ჩიპსზე, ცეცხლი უნთია და ისპენებს. მოდი ახლა ამას მივაყოლებ, იმიტომ რომ მწვადს უხდება კიტრი, საკაიფო გემოზე წაიყვანა. გადავიდეთ შემდეგი ჩიპსზე. შემდეგი ჩიპსი არის Hungry Money. Hungry Money. არაჟნისა და ხახვის არომატით არის და აცერი აქა. ჩაი ბზრიალე. აქედან ახლა არც ხახვის სუნი ამოვიდა და არც არაჟნის სუნი ამოვიდა. აი, საკაიფო ჩიპსი ვიპოვე. ხახვი, არაჟანი და კეჩუპი. და კიტრის დავახოლოთ. და ლიმონადით დავახოლოთ. მაგარი გემოები გაიხსნა. ბიჭო იცი რა არის? კი აქვს ხახვის გემო. არაჟნის გემო ცოტა ვერ ამოვიცანი. მაგრამ მე შემილია შემოგთავაზო. ხახვი მაქვს, კარტოფილიც მაქვს. ნუ არაჟანი ხა შენჩალი. დამირეკე არ არის პრობლემა. გათანობთ ამ ძმა. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსი. ლურჯი ჩიპსი, რომელსაც წარწერა აქვს ესეთი. ჩიპსო. რაღაც ზღვაზე შესაძლებელი ჩიპსია მე მგონი. ზღვაზე უნდა წაიღო და ზღვაზე უნდა ჭამო. დათალღული კარტოფილის ჩიპსი. ზღვის სუნი არ არის ძმა. აი, დათალღული ჩიპსი. ბიჭო რაღაცა ცოტა სხვანაირი გემო აქვს. კარტოფილის გემოც კი არა. ვერ გავიგერის გემო აქვს. ძირფასებო ამ ჩიპს ნახდათ არაფრის გემო არა აქვს. ой მოვიდა ხვითელი ჩიპსი. Tortilla nachos tortilla natural. Sansatinas. არ ვიცი. ვა, ნახე რა საკაიფოდ რგვალად არის დაჭრილი. ლამაზად. აი ესე. აბა ეხლა ვნახოთ როგორი გემო აქვს. ცოტა მაგარია. ძნელად იღეჭება. მადის აღვრელად გამოიყურება, მაგრამ რაღაცნაირი გემო აქვს. ცუდი გემო კი არა, კაი გემო აქვს, მაგრამ რაღაცნაირი გემოა, ცოტა მაგარია. ვიზად კბილი, ცოტა ტკივა, რო ჩაკბიჭო შეიძლება მოთდეს. ამაზე უნდა გადაუსვა რამე, ის პანახი გადაუსვა, რამე დაადო ზევიდან კალბასი რაღაცა ძეხვი ისე ჭამო. დაალე დარხუნის ლიმონადი და აიღე გრინ კარტა. შემდეგი ჩიპსი ფოროცა რაღაცნაირი ესეთი კლასნად გამოიხურება. რაღაც დახვეცილი, მე მგონი იმის რაღაცა მამი და შვილი ან ბიძა შვილი არის. აი ეს რა გავიგო ეხა, შოკოლადის კარაქია თუ კეჩუპი. აი ეს სამკუთხედებად არის დაჭრილი, მეგობრებო. სანელებლები აქვს ცოტა წაცმული თავის სპეციფიკური გემო აქვს. რა ვიცი რა არის რა? ჩიპსი, რა ვიცი რა? მე კმაყოფილი არა ვარ.
ცუდი არ არის. კაი არის, თუ ცუდი არის, არ ვიცი. თქვენ თვითონ გადაწყდეთ. მე ამის გემო ვერ გავიგე. შემდეგი ჩიპსი არის ტატოს ჩიპსი. ტატო კი არა, პატო. აბა მოდი პატო. უნდა გაგა პატო. ნახე რა საინტერესო არის. უღური შენ. ცოტა კრეატივი აქვს გაკეთებული ამ ჩიპში. ესეთი დახვეულია. უნდა დაახვიო და შეახრამუნო. მაგრამ რო ახრამუნებ, უნდა სიამოვნებდეს. ხო ესეა? არის რა, წავალ. მწარი არის. ცოტა მწარი არის. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსზე. ჩემი შემდეგი ჩიპსი არის Realovo Potato Chipso Flavor Original. იმაში არის რაღაც ბანკაში. კარტოფილის მეშოკია. გადმოდი. რაღაცა ძის ფხვრილის გემო აქვს. ძველი ხო არ არის. რაღაცნაირი გემო აქვს ძვირფასო გამომწერები. თითქოს რძე შეჩამე. რძის დედა, მაცნის დედა. რაც ქვია. იცი როგორი გემო აქვს. პიურე ხო იცი პიურე. პიურეს რო ამოზილავ და მე პიურეს რო ბევრი წყალი დაასხა. ესეთი გემო აქვს. წყალ-წყალა. მე მგონი ვაფშე კარტოფილიც არ არის. ორადორი ჩიპსი დარჩა და გადავიდეთ ახლა ბოლოს წინა ჩიპსი ავიღოთ. და ისიც როგორი ულვაში არის კაცი ახათია და როგორი თვალები აქვს. დაჩხეტილი თვალები აქვს. ესე იგი ეს მაგარი მწარე უნდა იყოს. ჩისპა ჩიპსი. პოტატო. არ ვიცი პოტატოები რა პოტატოები არის. ნახოთ აბა როგორია. კაია. მწარია მაგარი. მაგარი მწარია. მართლა მაგარი მწარია. არ ვიცი ხა მე თქვენ როგორ მწარეებს აჩამთ, მაგრამ მე ჩემთვის მწარე არ შეიძლება. ხო ხდებით რა. შეიძლება ბევრისთვის მწარე არ იყოს ეს ჩიპსი, მაგრამ ჩემთვის მაგარი მწარეა. საბოლოო ჯამში მე მგონი კაი ჩიპსია ესა. ვერ შევჭამ. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ჩიპსი. და შემდეგი ჩიპსი არის Pringlesi. ესეთი ჩიპსი. ეს პატარა იმიტომ იქნება, ეს დიდი მაგარი ძვირი იყო. 10 და რაღაცები ღირდა. გახსენეთ, ესე იგი Pringlesi paprika არის ესა. paprika ციცაკის არის. ვნახოთ Pringlesi. საკაიფოა, ნახე, როგორი ლამაზია. ეს მართლა კაი ჩიპსია. მართლა მაგარი ჩიპსია. გეფცები ვერძღები რო ჭამ. ხო ამდენი ჩიპსი შევჭამე. ეს ძალიან გემრიელია. მართლა გემრიელია. კაი ხრაშუნა, ციცაკის გემო აქვს. კარტოფილის გემო იგრძნობა. ეს არის ყველაზე კაი ჩიპსი. კიდე მინდა. კაი ჩიპსია. ზოგადად ჩიპსები არ ვარგა ორგანიზმისთვის, ცუდია ორგანიზმისთვის, მაგრამ ხანდახან შეიძლება. სხვათა შორის ამ ჩიპს ჩემი დარხუნის ლიმონადიც მოუხდება. კაია. მოკლედ ძვირფასო გამომწერებო სულ ეს იყო, განვიხილეთ ჩიპსების არომატები, შეფუთვები და განვხუთეთ და განმოვხუთეთ და გემოები დავადგინეთ. დაალიეთ არხურის ლიმონადი და მიახოლე კიტრი. გემშდოით მომავში ხვედრამდე. მოიცა ბიჭო, მოიცა არ გათიშო. ჩემი გადაცემის წარდგმენი. ჟელიბონი. მე მაგარ რაღაცის გეტყვი შენ. მე მაქვს ხალხი, მაგარი ხალხი მაქვს. დამირეკე გეტყვი. შენც ოპტოპ გაგატან. არ არის პრობლემა ძმა.